ახლა მე მგონი დრო მოვიდა რომ დარბაზას ვკითხოთ რა ვიცი აზრები როგორც შევფერდით თავისი შეუძლია რომ თავის აზრი გამოთქვა და შეიძლება კითხვები და სხვა ხელის აწერი თუ შეიძლება აი ეს ბიჭი დიდარ მომეხმარე შეგვიძლია რამოდენიმე კითხვა მოვისმინოთ ყველა ხო პასუხი დააწეროთ მაგალითად სამი კითხვა მოვისმინოთ და პასუხი სამის და ხო მოგესალმებით მაგრამ თქვენი მოხსენებისთვის მე გავხსენებ რაკეტაზე სტუდენტი რამდენიმე კითხვა თუ შეიძლება დავსვათ თითოეულ ორგანიზაციას და პოლიტიკურ პარტიასთან პირველად დავწერთ ქართული ოცნებიდან დღესაც რომ მედიაში არის როგორც პოზიციური ისე ოპოზიციური მედია არჩევნები რომელია პირდაპირ თუ არა შექმნა თქვენ მოხალხეებისობაში მართლა ობიექტური მედია საშუალებები და ობიექტურად გააშკო ყველაფერი მეორე ქრისტიან დემოკრატებთან კითხვა თქვენ ლაპარაკობთ თანხების შემცირებაზე და ამ შემდეგ და ბიუჯეტის რომელი ნაწილი შეამცირებთ თუ ბიუჯეტ გაზრდითი აპირებთ ამის გაკეთებას და ნაციონალურ მოძრაობასთან საკმაოდ ბევრი კითხვები მაქვს მაგრამ ერთ საერთო კითხვას ჩავსვა რომ თქვენ არ გითხრათ არც ერთ კონფლიქტების შესახებ როგორ აპირებთ ამის მოგვარებას იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში და რა გეგმები გაქვს როგორ აპირებთ მოგვარებას თვითონ რუსეთთან აპირებთ ისევ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას თუ აფხაზეთთან და ოსეთთან დაიწყებთ მოლაპარაკება და შემდეგ რუსეთს უბრუნებთ მადლობა რეალურად დღეს ჩვენ ხვდებით პრაქტიკულად აი უპრეცედენტო შემთხვევებს მედიის მონოპოლიზაციის აი მაგალითად როდესაც საინფორმაციო საშუალებები ერთ ტექსტს აშკარებენ საზოგადოებაში და საერთო ტექსტი აქვს ეს რომელ ქვეყანაში ხდება უბრალოდ ელემენტარულად დამისახელეთ და თუ დამისახლებთ არ მგონია რომ ეს სახელმწიფო მდებარეობდეს ან ევროპაში ან ერთიან ევროატლანტიკურ სივრცეში ან თუნდაც აზიის სახელმწიფოებში ჩრდილოეთ კორეის გამოკლებით ამავე დროს მედიის საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან საფრთხილო თემა დღეს ადგილი აქვს მედიის განხრეჩვის საქმედო ტენდენციას და ეს არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა დაუშვას და მიმაჩნია რომ სწორედ მედია არის რეალურად მეოთხე ხელისუფლება რომელიც დღეს ამ ფუნქციას ასრულებს ქვეყანაში მაგალითად თვითონ მედიის საკითხებთან დაკავშირებით მაგალითად დასავლეთში თავიდანვე ასწავლიან ახალგაზრდებს რომ რა შეიძლება და რისი გაკეთება და რისი გაშუქება არ შეიძლება ტელევიზიაში ვინაიდან თუნდაც რუანდაში 1993 წელს ჩვენ დავინახეთ ის ტრაგიკული შემთხვევები რაც მედიის გაუაზრებელმა კრებებმა განაპირობა არა სწორმა გაშუქებულმა ინფორმაციებმა დაახლოებით 800,000 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა ანალოგიური პრეცედენტი ჰქონდა გასულ წელს თვარსტები მარჩელიძეც იმედმა გააშუქა რომ თითქოს საოკუპაციო ძალები შემოეჭენ საქართველოში ამას შეიძლება გამოეწვია ძალიან საშიში და დიდი არეულობა ქვეყანაში რაც ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ ეს არის სამართლებრივი შეფასებით კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და თავის დროზე ალბათ ამას მიეცემა თავის სამართლებრივი საფუძველი და ყველა ის ადამიანი რომელიც თანამონაწილე იყო აი ამ მედიის პრობლემის საკითხში გასამართლებული იქნება და რეალურად სანამ ეს დაუცილებელი იქნება ქვეყანა ვერ მიაღწევს ნორმალურ სამოქალაქო მდგომარეობას ცოტა სიტყვა გამიგრძელდა ბოდიშს ვიხდი კონფლიქტებს რაც შეეხება იქნებ მიკროფონით გამოცვალოთ რომ იქნებ უკეთესი იყოს კონფლიქტებს რაც შეეხება თუ გნებათ რიგში იყო იმიტომ ერთი შეკითხვა იყო კარგით მე უპასუხებაში პირველ რიგში კონფლიქტებს რაც შეეხება ქვეყანაში მიგვაჩნია რომ უნდა დამკვიდრდეს რაციონალური პოლიტიკა დღეს ნაციონალურ მოძრაობა რა თქმა უნდა აჟღერებს რომ რუსეთთან მზად არის მოსალაპარაკებლად და ანალოგიურად როდესაც ქართული ოცნებების ლიდერები ეძახიან რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან მოსალაპარაკებლად ჩვენ რატომაც გამოვდივართ სახელმწიფო წრეები და ასე შემდგომ. პირველ რიგში რაც მთავარია აფხაზეთის და ოსეთის სამხრეთ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საჭიროა გეგმაზომიერი სტრატეგიის შემუშავება.
დიპლომატიაში რა თქმა უნდა აუცილებელი არის დამკვიდრების ძლიერი დიპლომატია ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამეგობრობის აფხაზური და ოსი მხარის და ასევე რუსეთის ჩართულობას, რომელიც ერთობლივი ფორმატით მოხერხდება მომავალში იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ის პოლიტიკა, როდესაც შეროძაც ხედავ, რომ რუსეთიდან მოდის აგრესია, არ უნდა უპასუხო რაღაც ისეთი განცხადებებით, რომელიც ისევ რუსეთის ცეცხლზე დაასხავს ნავთს და რეალურად მივიღებთ იმ შედეგებს, რა შედეგებიც არის და აგერ მოგეხსენებათ ბორჯომის დაბაყოლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამწვარ ტერიტორიაც, რაც ომის შედეგებით მოუვიდა ჩვენ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავამკვიდროთ რაციონალური შვიდი პოლიტიკა კავკასიაში და გავხდეთ ერთიანი ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული ნაწილი. რადგან კითხვები ბევრია პოტენციურად ალბათ, იმიტომ რომ უკვე ჩანდა მისი საფუძველი, ვეცდები ძალიან ლაკონურად უპასუხო ყველა თქვენ შეკითხვას. პირველ რიგში, რაც შეეხებოდა თანხებს, რატის შეკითხვას თანხებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი, რაც კი ჩვენი ინიციატივა არსებობს, არის მორგებული საქართველოს ბიუჯეტზე. დღეს არის საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 8 მილიარდი ლარი. არც ერთ ჩვენგანს ახლა არ აქვს ჯიბეში რამდენი მილიარდი რომ მოიღოს და საქმე დააფანტოს ბიუჯეტში მაგალითად და ვისაც აქვს მე მგონი არც ის აპირებს რომ პირდაპირ ეს თანხა ჩადოს ბიუჯეტში. ამიტომ მთელი პროგრამა უნდა იყოს მორგებული სწორედ საქართველოს ბიუჯეტზე. და ხარჯები რისი შეკვეცაც მოხდება საიმისოდ რომ თქვა სტუდენტების პრობლემა რაც მე ჩამოთვალე ნახევარის დაფინანსებასთან დაკავშირებით სულ რაღაც 30 მილიონი ლარია სულ რაღაც იმიტომ რომ უამრავი თანხები იდება სხვადასხვა მიმართულებით და პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენთვის თქვა განათლება ეს 30 მილიონი გამოიყოფა ბიუჯეტიდან და ბიუჯეტში არის რამოდენიმე არც თუ ისე კარგად გასაგები ხარჯები ერთი არის სხვა ხარჯები მეორე არის სარეზერვო ფონდები და ერთი არის პირად პრეზიდენტის ასე ვთქვათ ფონდი რომელთანაც ხარჯები სად მიდის და როგორ მიდის ძალიანაც რომ მოინდომოთ ეხლა შეიძლება მინიმუმ გაიგოს იმიტომ რომ რაღაცა სხვა კავშირები აქვს მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაიგებს ამ ხარჯებს საიდან მიდის და როგორ მიდის იმიტომ რომ გაუჭირვალეა შესაბამისად ეს თანხები რადგან არ ვიცით სად მიდის და სად იხარჯება სრულიად ადვილად სავარაუდოა რომ ისეთ რაღაცაში იხარჯება რაც არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი ჩვენ კი ვფიქრობთ რომ უნდა იხარჯოს ამ მიმართულებით თქვათ სტუდენტების დაფინანსებაზე თქვათ მასწავლებლების ხელფასზე დაახლოებით 60 მილიონი ჯდება მთელი ეს თქვათ მასწავლებლებთან დაკავშირებით საკითხები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ავიღეთ საქართველოს ბიუჯეტი, დავითვალეთ რამდენია და მე პრიორიტეტების მიხედვით გავანაწილეთ ეს პოლიტიკა. ჯერ უნდა განვავითაროთ ძალიან კარგი ჩვენი ქვეყანა. აქ უნდა მოვაწყოთ ისეთი საქართველო, რომელიც მოეწონება აფხაზს და მოეწონება ოსს და მოეწონება თქვათ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მოქალაქეებს, რომელიც არ ცხოვრობენ ამჯერად საქართველოში. დანარჩენი უკვე ნინის ეკნება რამდენიმე დასამართლებელი. ან თავიდან კიდე პრინციპში არ შევეხი ამ თემას იქიდან გამომდინარე რომ ძალიან სენსიტიური თემაა და ამ თემით პროვოცირება არ არის მიზანშეწონილი. ან თავრობა გააგრძელებს რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნებას, ანუ რაც გულისხმობს რომ ამ კონფლიქტური რეგიონების არაღიარების პრინციპი, პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ და საზოგადოების მხარდაჭერა შევინარჩუნოთ. ან ეს გამოიწვევს იმას, რომ ამასთანავე რუსეთის ფედერაციასთან რა თქმა უნდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ვაპირებთ და არ ვაპირებთ სხვა გზით რაიმეს გაკეთებას. გარდა ამისა, ასევე კონტაქტები, ან საზოგადოებას შორის კონტაქტები უნდა გავაღრმავოთ, რაც ერთ-ერთი პირობა იქნება იმისა, რომ ამ ტერიტორიებს ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნებთ. დიდი მადლობა პასუხებისთვის. გისმენთ. დიდი სოფტვექსი. ამჟობა გიორგი ბერკასაშვილის საზოგადოების ჯგუფი. ზოგადად შენების პროცესში ყოფილი ქვეყნის პარტნიორები ხშირად მიმართავენ ხოლმე რომ მათი ან ბრენდები თუ ქარხნები თუ კომპანიები ჩამოყალიბდა და ფილიალებს აკეთებენ. ანუ ინდუსტრიის განვითარება ზოგადად ვერ მოვისმენთ ეს არის სამეცნიერო შეკითხვა. ამ ხის განმავლობაში ამერიკა ჩვენ პარტნიორად იქნება და არ გამიგია მე რომ თქვათ იგივე შევროლეს თქვათ სიტყვაზე
ყოფილიყო, რომ რაღაც შეურულის ქარხანა გაშენებულება რაღაც ინდუსტრიის განვითარების კუთხით, რაც თავისუფლად უამრავ სამუშაო ადგილს მისდევს დასაქმების პრობლემასთან ბრძოლის კარგი მეთოდია. ვთქვათ, ამ მხრივ ინდუსტრიის განვითარების მხრივ რა არის ვთქვათ თქვენ საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინებული? მოგესალმებით, მარკა მასია პროფესიონალების წარმომადგენელი. ზოგადად ორი კითხვა მქონდა, თუ მექნება საშუალება რომ დავსვარა ვერცი. ერთი და შემდეგ ჯერით პროფესიონალურ საკითხს შევეხები. აქ წარმოადგენს პარტიებმა თავიანთი დასაქმების პროგრამები, მაგრამ არ არის არალაპარაკია აქციულ შრომით ურთიერთობებთან მიმართებაში თავიანთი შეხედულებები, უშუალოდ ეს კოდექსთან და მეჩვიდებულთან დაკავშირებით და მათი ხედვა თვითონ დასაქმების რეგულაციის საკითხებში. მადლობა, გიორგი აჩოვალი იყო შემდეგი ალბათ ასოციაციებმა და პირველი არის მურმან პატარაია რა თქმა უნდა ციციბოს. მოგესალმებით. მინდოდა რომ სათითაო კითხვა მომზადებოდი თორე პარტიისთვის, თუ ერთი უნდა ორჩიო, მაშინ ჩემთვის სადაც გაუგებარი იყო ერთი რაღაც და მინდა რომ ქრისტიან დემოკრატიას ვკითხავთ, რომ დამიკონკრეტოთ ერთი რა განათლება შვილებს და თქვენ ახსენეთ, რომ ეს იყო სტუდენტებზე, ბავშვებზე, საბავშვო ბაღებში, სამი საფეხური ახსენეთ. ჩვენთვის ახალი სოციალისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია სწავლა სიმფონიის ცხოვრების განმავლობაში, ანუ განსაკუთრებით საქართველოში, სადაც წლების განმავლობაში საგანმანათლებლო სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა, ყავს ძალიან ბევრი დასავლელი ადამიანი, რომელსაც განათლება არ აქვს, არც პროფესიული, არც თეორიული არანაირი, რომლებიც არიან მუშაობები და ხშირ შემთხვევაში ისინი თავის თავს არც თვლიან, რომ არიან არაპროფესიონალები და სამსახურსაც ელოდებიან სხვისგან, რაც ასევე ჩემთვის ცოტა გაუგებარი. ანუ რეალურად ისინი საჭიროებენ საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ სწორად განსაზღვრულ პროფესიულ ან სხვა სახის განათლებას. თქვენი პრინციპი, ანუ თქვენ დროის სიცოცხლის გამოახსენეთ ის რომ ბავშვებს ან სტუდენტებს და მოსწავლეებს თუ ფიქრობთ რომ ანუ მათაც კონდეთ რა განათლების მიღების საშუალება და რა საკითხებით ან როგორ აპირებთ ამ პრობლემას მოგვარებას. მადლობა. იგი სამი იყო და შეიძლება დავიწყო. პირველ რიგში ინდუსტრიულ საკითხებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტები მუშაობენ და უფრო კონკრეტული პასუხები იქნება უხეშ მომავალში, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ქართულ ოცნებას რეალურად აქცენტი აქვს გაკეთებული იმ კერძოდ სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების წარმოებაზე, მაგალითად ნატურალური წვენების წარმოება ქვეყანაში, თუნდაც ელემენტარული მაგალითი რო ავიღოთ, ქვეყანაში რეალურად ადგილია, ქვეყანაში არის ძირითადად თურქული ბაზარი გაბატონებული და ასეთ სახელმწიფო, რომელსაც აქვს სერიოზული რესურსი, რომ აწარმოოს თვითონ თუნდაც ნატურალური წვენები, რომ აწარმოოს ის სოფლის მეურნეობის ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ქვეყანაში აუცილებელი არის, ამაზე იქნება განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული და ის თუნდაც ის პამიდორი, რომელიც შემოდის თუნდაც თურქებიდან და უცხო ქვეყნებიდან, რომელიც პრაქტიკულად არ შეესაბამება ქართულ ნამდვილ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება უგულებელყოფილი და აბსოლუტურად ქვეყანა დაიწყებს საკუთარ ფესვებზე დაფუძნებულ ძლიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას და პლუს ამას დაემატება ძლიერი ეკოლოგიური პოლიტიკა, რომელიც ალბათ ერთმანეთთან არის პირდაპირ გადაჭერჭული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ჯანსაღი გარემო მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის. საქართველო პატარა სახელმწიფოა და ამხელა ინდუსტრიული ქარხნები, რომელიც არსებობდა თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფრის არსებობა აუცილებელი არ არის, თუმცა საჭიროებისამებრ, რა თქმა უნდა, შემდგომშიც აშენდება ქარხნები. ხოლო მეორე კითხვას რაც შეეხება შრომასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი განსხვავებულად მისი სოციალური, ეთნიკური და სარწმუნოებრივი წარმოშობისა იქნება თანასწორი ქვეყანაში, ქვეყანა დაეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, ლიბერალურ საბაზრო პრინციპებს, კონკურენტულობას, სადაც იქნება მცირე ბიზნესი წახალისებული და მცირე ბიზნესი უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში და რა თქმა უნდა
გადასახადი კომუნალური გადასახადების საარსებო მინიმუმს არ აცდება და ადამიანი ნორმალურად, ელემენტარულად თავიდან საჭირო ამოისმოთქოს ამ ძიმე სოციალური ფონისგან გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ქვეყანა გაღატაკების ზღვარზე არის და ადამიანს არ აქვს ნორმალურად არსებობის საშუალება, რაც გუნავს სხვა მისწრაფებებს საზოგადოებაში და ვერ ახდენს ადამიანის საკუთარი თავის რეალიზაციას. პირდაპირ დავიწყებ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხით. იმისათვის, რომ ეს დიდი ინდუსტრიული კომპანიები მაგალითად აშშ-დან თუ სხვა ქვეყნებიდან შემოვიდნენ საქართველოში და აქ დააბრუნონ თავიანთი ფილიალები, პირველ რიგში ამ ხალხს სჭირდება სტაბილურობა და სტაბილურობის განცდა. სტაბილურობა არ მხოლოდ საგარეო საფრთხეებიდან, არამედ საშინაო საფრთხეებიდან. მაგალითად იმისგან, რომ ვიღაცა ერთ დღეს არ გამოგზავნის რაიმე წერილს, რომელიც ეწერება, რომ ხვალ თუ ზეგ არჩევნებია და არჩევნებისთვის 20,000 ლარი ჭირდება გაჭირებულ ხელისუფლებას, რომელიც უნდა გადაუიცხო თუ რაღაცა. მაგალითად ის, რომ დაინახოს ამ ინდუსტრიულმა კომპანიამ, რომ როდესაც სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი მივიდა სასამართლოში და დავა აწარმოა, მან ეს დავა სამართლიანად დაასრულა და მოიგო. სიტყვაზე ხა შეიძლება სხვა რაღაცაზე დააუგდა, მაგრამ სამართლიანად დაასრულა და განაჩენიც იყო სამართლიანი. შესაბამისად, როდესაც სტაბილურობის განცდა არ არის, მას ურჩევნია წავიდეს და დუბაიში გააკეთოს თავისი ბიზნესი, სხვაგან გააკეთოს, სადაც ყველაფერი უფრო მოწესრიგებულია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარტო საგარეო საფრთხეები ამ შემთხვევაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის საშინაო საფრთხეების და ძირითადად ეს განსაზღვრავს სწორედ ამ პოლიტიკას. მეორე მარიკა შეკითხვა იყო შრომის კოდექსთან დაკავშირებით. გადაუდებელი საჭიროების საკითხია შრომის კოდექსი, არა მხოლოდ ჩვენი გადასახადი, არამედ ევროკავშირი ითხოვს ამას, რომ თუ კი გინდათ ევროკავშირში შემოსვლა, შრომის კოდექსი მოაწესრიგეთ. და ის ადამიანი, რომელიც დღეს დასაქმებულია და ხვალ ძალიან დამცირებულად შეიძლება თავისუფლად დამსაქმებელმა მოისროლოს სამუშაო ადგილიდან, იმიტომ ხდება, რომ ეს 50 მუხლი და ზოგადად შრომის კოდექსი არ არის დახვეწილი. და არის მხოლოდ სამხრივი ურთიერთობა, როდესაც ყველაფერს წყვეტს დამსაქმებელი და დასაქმებული არის დაუწვევი და მესტრის პროკავშირის პათოსი ამ შემთხვევაში, როდესაც მათი მონდომებაც კი ხშირ შემთხვევაში ვერაფერი, ასე ვთქვათ, შეღავათია, რადგან საფუძველი, ამის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს და გეთანხმებით სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხია და ჩვენი პათოსიც ეს არის. და ბოლო შეკითხვა, განათლებას რო აძლევთ შვილებსო, მოხუცეს რატო არ აძლევთ და მშობლებსო. მე ვფიქრობ, პასუხი ამ კითხვაზე, თქვენივე დასმულ კითხვაზე, იმ კითხვაშივე შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი და კვალიფიკაცია ჰქონდეს, მათ შორის პროფესიული სასწავლებლების გათვალისწინებით. მადლობთ. შრომით ურთიერთობებზე ვიტყოდი, რომ კი ნამდვილად გადასახედია შრომის კანონი და ჩვენ შეთანხმებით და სამმაოდ რა თქმა უნდა დაიგეგმება მისი გადახედვა. თუმცა ასევე იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენი პოლიტიკა, სახელმწიფოს პოლიტიკა, რომ ნაკლებად ჩაერიოს ბიზნესში, ზოგადად ნაკლებად დაარეგულიროს, ჩაერიოს ბიზნესმენის საკითხებში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარება. ბიზნესმენისთვის ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს აქ ინვესტიციის განხორციელება. პრინციპში ინდუსტრიის განვითარებაზე ვიშავეხე ზოგადად და აღარ გავიმეორებ ბევრს. მადლობა. შემდეგი ნაკადი კითხვების ისმენთ. მოგესალმებით. ოფისის კოდექსის მომხდარს. მე მაქვს წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით შეკითხვა. ეხლა გაიჟღერა აქაც დასაწყისშივე ამ წინასაარჩევნო დაპირებებმა, რაც ძალიან მაგარია. ბედნიერი ვარ, აბსოლუტურად ბედნიერია ამიტომ. მე მაინტერესებს რა, იგივე ქართული ოცნება ამბობს, რომ 1 მილიარდს ჩავდებს ოფისის მეურნეობაში. ასე რომ ნაციონალური მოძრაობა 4 მილიარდს ჩავდებს იგივეში. რავი, მე მგონია, რომ ამის ანუ დეტალურად გაცნობა უმჯობესი იქნება ხალხისთვის, რადგან რავი, ბევრჯერ მოგვისმენია და არ გაკეთებულა ეს ზოგადი დაპირებები და ეს კითხვა მაქვს რა, რომ ყველას როგორ ჯობია, ანუ როდის მოხდება ამ ყველაფრის გაცნობა ხალხისთვის, ზუსტად მაგალითად ავიღოთ ბიზნესმენის მაგალითი, რომელიც 1 მილიარდს დებს ოფისის მეურნეობაში, მაგრამ არავინ ის თავის ფულს ბიუჯეტიდან დებს ფუნქციონის თუ იგივე, ანუ რას აკეთებს, სხვა დაურიგებს, ანუ მილიარდს უბრალოდ სხვა დაურიგებს, თორსა დიტავთ რა. აი რას აპირებს ამ 1 მილიარდით, როგორ უნდა აღორძინოს ოფისის მეურნეობა.
პროცესის მიუხედავად შეიძლება გამიგოს ეს რაღაც განათლებაზე და ის კითხვა რომელიც ყველას გვაინტერესებს და ყველას გვააკეთებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც საქართველოს ჩემი ასპასტობით არსებობს არის ის რომ განათლება განათლების საფასური არ არის ხალხის. ანუ განათლება არ არის საქართველოში 1500 ლარი. არ 1500 ლარი და არ 800. იმიტომ რომ ხარისხი აქვს ლექტორები პედაგოგები ჩვენ გვასწავლიან ასე ვასაბი ყველაფერი განმოპირებულია ლიტერატურა არ არსებობს თარგმნის ოფიციალურ ინფორმაციას ბავშვებმა დელფის უნივერსიტეტში მე მგონი ჩააგდო და რაღაც ახალი უჩვენენ არ და სინამდვილეში ეს ერთ პრობლემა რომ მე ჩემ ქვეყანაში არ მაქვს იმ შესაძლებლობა რომ მივიღო განათლება საკუთარ ენაზე თუ დედა არ მაქვს ინგლისური ენის მასალები ან ჩემ შემდგომ განმეორებული არ აქვს იმისი რომ მე მომამზადო და მასად ინგლისური ენა მინიმალური შანსი მაქვს იმისთვის რომ პირველ კურსის სტუდენტმა ვიცოდე გამართულად ინგლისური ისე რომ თქვა წავიკითხო პოინტი არ გაკეთო და ავიღოთ ეხლა ვიყოთ პაიუნი რომელიც ხოლმე ერთი ნაშრომი ხალხი ქართულად ანუ შანსი მაქვს ფაქტობრივად იმის რომ მივიღო განათლება ჩემ შოურ ენაზე ეს პრობლემაა მეორე პრობლემა ის არის რომ უნივერსიტეტში თვითმმართველობები მართავდა ყველას ახლოს როცა მე ფაქტობრივად ხოთია თანხა მომიყავი რაღაც შევიძინო მოგოსახის ლიტერატურა აშკარად შესრულები და ფოტომაში ხარჯება იმისთვის რომ მე მიიღო და რაღაც მობილიზება ამიტომ აი ანუ თანხები და ასე შემდეგ ანუ რეალურად თვითმმართველობის თანხები თამლებს საკმაოდ დიდი თანხა იმისთვის რომ თქვა ელემენტარული ბიბლიოთეკა განახლდეს იმ თანხით იხარჯება აშკარადში კიდევ პრობლემა ის არის რომ ახლა თქვა განთავალ ესე იგი თითქოს ბიზნესი თავისუფალია რაღაც ზეწოლებისგან ყულეს ყოფილი დრო წამოწონდა ტაქსის მომიყვანა სახში შეუსუნებდა რომ იმისთვის რომ ჩვენ სტუდენტები მოგვეცეს ნორმალური სწავლის პირობები უნივერსიტეტში რომ მე მქონდეს იმის საშუალება რომ ჩემს ენაზე მივიღო განათლება და არ მივიღო ხოდახოდ 51 ფულანის კრედიტი მომცე და ჩემს აზრებს პატივისცენ გაითვალისწინო თუ ამ შესაძლებლობა არის და უფრო მეტი ისინო სადაც ჩვენზე განათლება იმაზე რომ განათლება მივიღოთ და ნაკლები ჩვენს აშკარად რომ 21 22 და ახალგაზრდებს კარგად რომ ამ ყველაფერზე თუ ფული გვაქვს ჯიბეში ვიდეო ზიუში დავლეთ თუ დავეტოვით ასე შეგვიძლია ამის მე მგონი რა პრობლემა არ გვაქვს ხო და მოგე განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ასეც ხელისუფლება ნაკლებს ზონას განათლება ძირებს ამ ქვეყანაში ისიც ყავს დიდარი მამიკო დიდარი დედიკო